პაპი ფრანცისკე, კათოლიკური ეკლესიის პირველი ლათინოამერიკელი პონტიფიკი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს კარდინალი კევინ ფარელი. განცხადებაში კითხულობთ, ის გვასწავლიდა ცხოვრებას სახარების მიხედვით, რწმენით, გამბედაობით, საყოველთაო სიყვარულით, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, ვინც ყველაზე უფრო მარგინალიზებულია. ეს იყო უფალი ესოს სამაგალითო მოწაფე, დალოცოს ღმერთმა პაპი ფრანცისკეს სული. რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა მიმდინარე წლის დასაწყისში გაუარესდა. თებერვალში მას ომხრივი პნევმონია დაუდგინდა, რის გამოც რამდენიმე კვირა ჰოსპიტალში გაატარა. თუმცა ამის შემდეგ ვატიკანში დაბრუნდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა. პაპი ფრანცისკე ბოლოს 20 აპრილს იხილეს, როდესაც აღდგომის დღესასწაულზე სიტყვით მიმართა საზოგადოებას. ის რომის ეკლესიის წინამძღოლი 2013 წლიდან იყო. რომის პაპის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვები. პაპის გარდაცვალებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც. განცხადებაში ვკითხულობთ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამ პაპი ფრანცისკას გარდაცვალების გამო. მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება. ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს უცხადებ მთელი მსოფლიოს კათოლიკურ საზოგადოებას. პაპის გარდაცვალებასთან ერთად კათოლიკურ ეკლესიაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და დეტალურად გაწერილი რიტუალი იწყება. პაპის გარდაცვალების გამოცხადების შემდეგ მის სხეულს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ასვენებენ. პროცესიის სათავეში კამერლენგო დგას. პაპის კონკლავი მისი გარდაცვალებიდან 15-20 დღის შემდეგ იწყება. ეს დახურული კრებაა, რომელზეც კარდინალთა კოლეგია კათოლიკური ეკლესიის ახალ მეთაურს აირჩევს.